პატარა ექიმები, სადაც მე და ჩემი თანატორები ვისაუბრებთ ჩვენი სხეულის სხვადასხვა ორგანოს აგებულებასა და ჰიგიენაზე. ამჯერად პირის ღრუს, კერძოდ კბილების ჰიგიენაზე ვისაუბრებთ, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად. პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებისათვის ხელსაყრელი პირობებია. მათ გამრავლებას განსაკუთრებით უწყობს ხელს საკვების ნარჩენები, ამიტომაც სიფრთხილე გვმართებს. ახალშობილებთ ამოდით კბილები, რომელსაც სარძევე კბილებს უწოდებენ. ისინი მუდმივი კბილებით იცვლებიან. პირველი კბილის მოცვლის სხვადასხვა ტრადიცია აქვს. საფრანგეთსა და ბელგიაში ბავშვები კბილს თაგვებს ატანენ. იაპონელები ზედა ყბის კბილებს მიწაში მარხავენ. ქვედა ყბისას კი ჰაერში აგდებენ. სწამთ, რომ ამ მარტივი ჯადოქრობის წყალობით კბილები სწორად გაიზრდება. პაკისტანში ყველა კბილს ხის ქვეშ მარხავენ და სანაცვლოდ ღმერთს და ძმას თხოვენ. თუმცა ბოლო ხანს მეცნიერები აქტიურად ამტკიცებდნენ, რომ სარძევე კბილი დიდი რაოდენობით შეიცავს სხეულოვან უჯრედებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის ჯანსაღი კბილის გამოზრდა. ამიტომ გაატანთ სარძევე კბილებს აქვს. რა იცით, რა ხდება? ამბობენ, რომ კარგი გენეტიკა კარგია, მაგრამ კბილების ჰიგიენა და მათი რეგულარული მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელი კბილების შესანარჩუნებლად. ასევე ამბობენ, რომ სარძევე კბილებს არ სჭირდებათ მოვლა, ვინაიდან ისინი მაინც იცვლება. სინამდვილეში კი სარძევე კბილები აუცილებლად საჭიროებს მოვლას, ვინაიდან მათ თხელი მინაქარი გააჩნიათ. მათი ფესვების ქვეშ მოთავსებულია მუდმივი კბილების ჩანასახი, ამიტომაც დაზიანებულმა სარძევე კბილებმა შეიძლება დააზიანოს მუდმივი კბილების ჩანასახი. ეს გამოიწვევს სარძევე კბილის დროზე ადრე ამოხდების აუცილებლობას, კბილების განლაგებაში მოხდება ცვლილება და გახდება ბრეკეტების გამოყენების საჭიროება. ასევე ამბობენ, რომ კარიესისკენ უფრო მიდრეკილნი არიან ბავშვები. გიორგი, სინამდვილეში ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან კარიესისანი, ვინაიდან მათი მინანქარი უფრო თხელია, ამიტომაც მათი მინანქრის დაზიანება უფრო ადვილად ხდება. გავრცელებულია აზრი. ჯანმრთელი კბილები ეს აბსოლუტურად თეთრი კბილებია. სინამდვილეში აბსოლუტურად თეთრი კბილები არ არსებობს. კბილის ფერს განაპირობებს მინანქრის ქვეშ მოთავსებული დენტერი, რომლის ტონალობაც ინდივიდუალური და განსხვავებულია. ამიტომაც ქათქათა კბილები რაოდენ ლამაზიც არ უნდა იყოს, სულაც აღნიშნავს ჯანმრთელ კბილებს. ამბობენ, რომ კარიესმა შეიძლება ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს. მართალია, კარიესმა შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა, რისი მიზეზიც ბაქტერიებია. ბრძოლად ადამიანები ომის საკვებით იკვებებოდნენ. მათი საკვები თერმულად დაუმუშავებელი იყო, ამიტომაც კბილები უფრო ძლიერი იყო. სიმნის კბილის საკვების ღეჭვაში ღებულობდა მონაწილეობას. დღეს როცა ადამიანები თერმულად დამუშავებული საკვებით ვიკვებებით, სიმნის კბილმა დაკარგა ფუნქცია და მას რუდიმენტი ეწოდება. პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია დავიცვათ კბილების მოვლის შემდეგი წესები. კბილების საკეთ ზედაპირზე დარჩენილი საკვების ნარჩენები ადვილად იწმინდება ჯაგრისით. კბილებთან შორისი დარჩენილი არე ჯაგრისისათვის მიუდგომელია და აქ დარჩენილი საკვების ნარჩენები კარიესით განვითარებისათვის საუკეთესო წინაპირობაა. კბილების გახეხვის დროს გარდა კბილის ჯაგრისისა უნდა გამოვიყენოთ ძაფები, ეგრეთ წოდებული ფლოსები. კბილების გაწმენდის მთელი პროცედურა არ უნდა იკავებდეს 3 წუთზე ნაკლებ დროს. უმჯობესი იქნება თუ მას დაუთმოთ 5 წუთს. სასურველია სააბაზანო ოთახში იქონიოთ საათი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ დროში ორიენტაცია. კარგი იქნება თუ პროცედურას დავიწყებთ პირის ღრუში, მტვრის შემცველი ხსნარის გამოვლებით. შემდეგ ჩაატარებთ კბილების გაწმენდის სტანდარტულ პროცედურას, ხოლო დაასრულებთ ენის ზედაპირის გაწმენდითა და წყლის გამოვლებით. კბილების გახეხვის პროცედურამ არ უნდა დაიკავოს 3 წუთზე ნაკლები დრო. ქვედა კბილების გაწმენდა ჯობს ქვევიდან ზევით მიმართული მოძრაობით, ხოლო ზედა კბილები პირიქით. კბილების შიდა ნაწილი უნდა გაიწმინდოს არანაკლები ყურადღებით. კბილების საკეთ ზედაპირზე დარჩენილი საკვების ნარჩენები ადვილად იწმინდება ჯაგრისით. კბილებთან შორისი დარჩენილი არე ჯაგრისისათვის მიუდგომელია და აქ დარჩენილი საკვების ნარჩენები კარიესის განვითარებისათვის საუკეთესო წინაპირობაა.
კბილების გახერხვის დროს გარდა კბილის ჯაგრისისა უნდა გამოვიყენოთ ძაფები, ეგრეთ წოდებული ფლოსები. მაშინაც კი თუ არაფერი გაცხობს, აუცილებელია წელიწადში ორჯერ გაიაროთ პირის სრულ დათვალიერება სტომატოლოგთან. ეს დაგეხმარებათ კარიესის დაბალ სტადიაზე აღმოჩენასა და კბილების დაზიანებისგან თავის არიდებაში. გიორგი, ერთი კბილის დაკარგვა არ მოქმედებს სხვებზე. კბილები ერთმანეთთან დამოკიდებულნი არიან. ნებისმიერი კბილის დაკარგვის შემთხვევაში ღეჭვის დატვირთვა სხვა მის მეზობელ კბილებზე ნაწილდება. ამასთან კბილები იწყებენ გადახრას ცარიელი ადგილისაკენ, რაც ისევ ბრეკეტების საჭიროებას იწვევს. საკვების ყოველი მიღების შემდეგ აუცილებელია წყლის გამოვლება. ეს დაგეხმარებათ საკვების ნაწილაკების მოშორებაში და შეაჩერებს ნადების წარმოქმნის პროცესს. კბილების გვერდების გაწმენდა შეგიძლია სპეციალური ძაფით. ასეთი ძაფები ამაგრებენ ემალს და პირში სისუფთავის შეგრძნებას ტოვებენ. ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენთვის საჭირო ცოდნა და უნარები შევიძინეთ. გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. პროექტი გრძელდება. მომდევნო გადაცემაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ გრძნობათა ორგანოებზე, კერძოდ კი ყურზე. ვისაუბრებთ ყურის ანატომიაზე, ფიზიოლოგიასა და ჰიგიენაზე.